კომპანია რუსთავიოვში, ტელეკომპანია იმედში და თქვით რომ ბომბია. დიახ. ერთი ზარის უფლება ხომ აქვს? ზარის კი? დამარეკინეთ. დარეკე. ალო, მაესტრო, იცით თქვენთან ბომბია. რატომ წართვით დაზარალებულ საფულე? არ წამირთმევია. არ წაგირთმევიათ? დიახ, არ წამირთმევია. იარაღი რომ დავადე, თვითონ მომცა დედას გეფიცებ. არ წამირთმევია. რა მოგივიდა ბიჭო? რა მომივიდა და ეს არის სასამართლო და ეს არის ამათი სასამართლო რეფორმა. რა სასამართლო? ცოლს ხო გავუშვებთ? ამ მოსამართლემ ჩემი ნაყიდი ბინა და მანქანა ჩემ ცოლს მიცა ჩათლახს. ბავშვები კიდე მე დამიტოვა. მე რა ბავშვები ხო დაგიტოვა? ხო, მაგრამ ეს ბავშვები არ იყო ჩემი და რას დამიტოვა? ამის ხერხს ვიზმახთ, ამის. ჭიქაში თეთრით მაგნიტად რა უბედურებოდეს. ვერ გაიგე მას მიზენმა რა თქვა? 30 წლის დაძველების გვინოა. გაჩაყარავდებოდა. მომსმინოთ თამაშს. და სევში არ გიწერია გოგონა და რამდენი წლის ხართ? ქალებს ასაკს არ ეკითხებიან. კარგი, მაშინ სხვანაირად გითხავ. მე და შენ რო რამე მივხაროთ. დამიჭერენ? უკვე ხარ. გოგო, ეს ბოლო ორი თვე აღარ შემიძლია, სულ ფეხმძიმდები და ფეხმძიმდები რა. მე რა შენც ერთი ორი კვირა არ გაეკარო შენ ქმარს. ვცადე, მაგრამ არ მიშველა. გამარჯობა გოგონი. რაიმე ძლიერი ხრინვის საწინააღმდეგო წამალი მომეცით თუ შეიძლება. ბატონო, იცით რა არის ძლიერი ხრინვის საწინააღმდეგო წამალი სხვა რაღაცებსაც აზიანებს და რა ვიცი. არა უშავს მომეცით. კი, მაგრამ ესე გაწუხებთ? აწუხებს? რას ამბობ? ისე მაწუხებს გოგონი და ისე უხრინავ,
მე თვითონ მეორე ოთახში ვიძინებ ხოლმე. შენ კიდე სვამ? ხო, სვამ რა იყო? რა იყო და იცოდე თუ ამ ჭიქას დალევ, დღეს სექსი არ გვექნება. მაშინ უნდა დავფიქრდე. 12 წლის დაძველების კონიაკი ჯობია თუ 40 წლის დაძველების ქალი? გადავწყვიტე. 12 წლის კონიაკი. ბიჭო, შენ ამ ბოლო დროს სულ რატო იგინები? იმიტომ რომ გარკვეული ინდივიდუმების განწყობისა და რეპლიკების არაპროგნოზირებადი ცვალებადობა ჩემს ფსიქიკაზე დამდგუნველად მოქმედებს. რა? იდი რა. ძროხა ხოა. გამწვანება აგაზაფხული მო. მეტი დამკვლელი ვერ ნახე ზესტაფონში. ფიქრობ კაცო, ფიქრობ და რაღაცნაირი დებილი თაობა ხართ. ეს დავით აღმაშენებელი ერთჯერ ავხსენი ვერ გაიგეთ. ორჯერ ავხსენი ვერ გაიგეთ. მესამედ ავხსენი ვერ გაიგეთ. ბოლოს უკვე იმდენჯერ ავხსენი მე თვითონ ვისწავლე. თქვენ ბანკში მინდა რაღაცები დავალომბარდა და მაინტერესებს კლიენტის კონფიდენციალობა რამდენად არის დაცული თქვენს ბანკში. ჩვენს ბანკში, კაპ ბანკში, კლიენტის კონფიდენციალურობა და კლიენტის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული. გისმენთ? მართლა? და ესე იგი მილიციას არაფერს არ ეტყვით, ხო? გამარჯობათ ლეიტენანტი აფხაზავა. თქვენი საბუთები თუ შეიძლება. საბარგულში გიდევთ რამე ბატონო? საბარგულში მიდევს ურდღლები. ურდღლები? კი ბატონო. წაუგზავნით ახადეთ მაჩვენეთ თუ შეიძლება. ბატონო. აქცევნებ ურდღლები. აბა ახადეთ. ბატონო. აბა სად არის ურდღლები? ახლა ძაღლი დაგინახა და აღარ ურდღლები გაჩერდებოდა. ბატონო. ჩვენი მეზობელი რო იყო, ჭაღარათმიანი კაცი, ნუგზარა. ხო.
ეგ საწყალი ბიჭო ჩავარდნილა თურმე ლუდის აუზში. რასა? თვითონ იქ ქარხანაში. მართლა? იწვალებდა საწყალი ალბათ. არა. არ უწვალია საერთოდ. ორჯერ ამოვიდა სულ მოსაფსმელად. აფერა უწვალია. მოტეხილობები და დაჟეჟილობები აქვს თქვენს სიდიდრს. ეგ ვიცი ეხლა მე. მაგრამ მე ხوار დამიჯერე ამის გამო. გოგო, სოფორო არის ჩვენი მეზობელი, მე-5-ზე რა ცხოვრობს, ხო იცი? ეგ დარჩენილა ფეხმძიმეთ. ხო და რაღაცა და რომ უცელი მოეშალოს. ჯერ ხიდან გადმოხტა, მერე კიბეებიდან, მერე მანქანიდანაც კი გადმოხტა, მაგრამ ვარაფერი. ლოგინიდან გადმომხტარიყო თავის დროზე და აღარ დაორსულდებოდა. რა მაინტერესებს იცი? სექსის დროს შუქს რატო აკრობ ხოლმე? სიბნელეში უფრო კარგად ვიძინებ და იმიტომ. გასაგები, სიბნელეში უფრო კარგად. ჩააქრე. ჩააქრე. ძალიან მაგარი მკითხავია, ძალიან. შარშან ვიყავი, ასე მითხრა, უსიმპათიურეს ბიჭს გაიცნობო, ერთად იქნებითო, ცოლად მოგიყვანს და ტყუპებიც გეყოლებათო. მერე აგიხდა? კი, ყველაფერი. ცოლად მოყვანის გარდა. ეს მოგწონს? ისე რა. და აი ეს? რა ვიცი, წავა. მოიცერწვით. გოგონი. დიახ. მოკლე კაბა მინდა ჩემი საყვარელი ქალისთვის. ახლა შეგირჩევთ. ხო. არა, საყვარელო, მე რომ მოკლე კაბებს არ ვიცვამ. ვინ გითხრა რომ მე შენთვის მინდა? ესეთი რა, თბილისი რა. მე-4 სართულზე რო ნომერია ის გვინდა. კი ბატონო. მა ის შენიშანია. ის მამიკო, ის სიგარეტის მოწევა აკრძალულია. და ის? ის ძაღლის მოწევაც აკრძალული ყოფილა მამიკო. მე-4 სართული. ეწყინა რა თელგონებაზე იყო? არ ვიცი ბიჭო, რა ვიცი, ანდერზი ჯერ არ მინახავს, რა ვიცი. რა გჭირს ბიჭო? ბიჭო, ერთი მითხარი შენ რა. ვიაგრა, როგორ უნდა მოიხმარო? და როგორ უნდა მოიხმარო ბიჭო? უნდა დალი.
აბა მე ვინ მითხრა იღლიებს შემოისვიო კაცო ბარო იცოდეთ, რასაც იტყვით ახლა დაკითხვაზე, სასამართლოზე თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ჩემს წინააღმდეგ? დიახ. ძუძუები? რა ძუძუები? ხო თქვით, ჩემს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ძუძუები? გამოიყენეთ ძუძუები. ბრალდებულო, წამოდექით ფეხზე. თქვენ პროკურორის, ბადრაგის და ადვოკატის სიდედრების მკვლელობაში გედებათ ბრალი, რისთვისაც მოგესაჯათ 2 წელი. ბატონო მოსამართლე, სულ 2 წელი? მოგეკლა ჩემი სიდედრის და დარბაზიდანვე გაგანთავისუფლებდი. ამ საბუთებით მილიონს სესხს ნამდვილად ვერ მოგცემთ. მაშინ 300 ლარი მომეცით. მილიონი და 300 ლარზე ესე უცებ როგორ შემოხვედით? 300 ლარი ღირს იარაღი ვიყიდი, მოვალ და იმ მილიონს როგორ ვერ მომცემთ, მაგასაც ვნახავ. ასერჩი ახლა იმ გოგოს ასუწუნებს ახლა რო ეცეფებოდი. ო, კაი რა. მე მგონი ერთი ფეხი აქ მოკლე. ნახე როგორ კოჭობს. მაგარი ხარ რა. აბა, სხვა კუთხით შეხედე. იქნებ ერთი ფეხი აქ გრძელი. არა? ისე. ამაშია საქმე. კარგით, თქვენი ჩივილები გასაგებია. დაზღვეული ხართ? ვინ არის გოგონი დაზღვეული ამ ცხოვრებაში? თქვენ პატარა გოგო ხართ, არ იცი. რასაც განგება ინებებს. აი ამაზე ვართ ამოკიდებული. ვინ არის დაზღვეული თქვენი ჩივილები? არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული. აბა, გადაგემართა. რავი, სალნიკებმა გამისხა მგონი რა. მარტო სალნიკებმა? მარტო? რავი, ყველას ბარსელონამ გაუსხადა. მალადე შენ მარტო სალნიკებმა თუ გამისხა. გამარჯობათ ქალბატონო. ქერტლი მაქვს და თუ შეიძლება რამე ქერტლის საწინააღმდეგო რომ მირჩიოთ. კი ბატონო. აი ძალიან კარგი კვერცხის შამპუნი გვაქვს. კვერცხის? კვერცხის რა თქმა თავზე მაქვს ქერტლი, კვერცხებზე კი არა. გოგო, ესე იგი გავწამდი რა ამ ჩემი ქმრის სახლის გადმოფორმებაზე რა. რა ვიცი, გრესტრი, ეს საბუთი, ის საბუთი, უფ, ნეტას უარ მომკვდარიყო რა. დავიტანჯე რა.
არა, კარგია, კარგია. ეწილა ვიჩო. რაში გაგეხარდებოდა? მონაწილეობა. ცოტა დიდი მადლობა. ცოტა. ვიზიარები. ცოტა. რამდენი წლის იყო? 92-ის. რა მოკლა? ვალები ქონდა და ნაბერეჟზე მევალეებმა ჩაცხადეს. გამოგლა. წადი ოთახში. არაფერს მეტყვი? გადამირთე რა. მაინც არა სერიალს უყურებ. რა სერიალს უყურებ, კაცო? ანხელი საიდო ხდება. ანხელი საიდუმლოს კი არა. შევკოცნიდით ერთმანეთს. თუ შემოგწი, ახლა მე განახებ ამხელი საიდუმლოს. მომეცია. ხოც არაფერი მოხდა.